რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ ახალი მემარჯვენეები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ბრუნდებიან. ჩვენი გადაცემის შემდეგი ნაწილი სტუმარია ახალი მემარჯვენეების თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი ნიკოლოზ ვარდოშვილი, რომელსაც მივეს იმდენად ხშირად დიდი ხანია უკვე არ ყოფილიყარ, შენი გვარი დამავიწყდა. ნიკოლოზ ვარდოშვილი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის სრულობის დროს კვლავ შეგიძლიათ დაგუკავშირდეთ სტუდიაში ტელეფონის ნომერზე 27 61 60. ბატონ ნიკოლოზ, რითი უნდა ავხსნათ თქვენი დუმილი, უჩვეულო დუმილი ამ რამდენიმე თვის განმავლობაში? მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცოტა გადავეჩვიე კიდევაც აქ თქვენ სიტუაციას. მოგეხსენებათ, როდესაც ქართველმა ერმა აისრულა ქართული ოცნება და შეიცვალა ხელისუფლება, ჩვენ ახალმა მემარჯვენეებმა ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება რამოდენიმე თვიანი ტაიმაუტის გამოცხადების შესახებ. კერძოდ, საერთოდ ასე ხდება ხოლმე, როდესაც იცვლება ხელისუფლება, ოპოზიციაში დარჩენილი პარტიები იღებენ ტაიმაუტს, რათა თვითონაც ჩამოყალიბდნენ სამომავლო გეგმებზე, თუ რა უნდა იყოს მომავალში პარტიის სტრატეგია და სამომავლო გეგმები, ასევე ახალმა ხელისუფლებამ გამოკვეთოს ის თავისი კონტურები, ის თავისი შეხედულებები, როგორც ქვეყნის საგარეო კურსის, ისევე საშინაო კურსის მიმართულებები და აი ამიტომ იყო ეს განპირობებული. მოგეხსენებათ ჩვენ ქონდა რიგგარე შეყრილობაც, რადგანაც ჩვენი პარტიის ლიდერს ქონდა სიტყვა ნათქვამი, რომ თუ ვერ მოახერხებდა პარტია ბარიერის გადალახვას და ის ვერ აღმოჩნდებოდა პარლამენტში, ის დატოვებდა პოლიტიკას და წავიდოდა პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის თანამდებობიდან და არც თუ ისე ხშირია ეს ქართულ პოლიტიკაში, როდესაც პოლიტიკოსები თავის სიტყვის ერთგულები რჩებიან და დავით გამყრელიძე თავის სიტყვის ერთგული დარჩა. ძალიან საწყენია ჩვენთვის ახალი მემარჯვენეებისთვის და დიდი დანაკლისი მისი წასვლა პარტიიდან, მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ ეს მხოლოდ თავმჯდომარეობიდან არ წავიდა, დატოვა პარტიის რიგებიც. პარტიის რიგებში რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია რჩება დავით გამყრელიძე, ის წავიდა ასე ვთქვათ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან და ასე ვთქვათ აქტიური პოლიტიკიდან. არანაირი თანამდებობა დავით გამყრელიძეს დღეს პარტიაში არ უკავია, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ მისი წასვლით არა მარტო ახალმა მემარჯვენეებმა, მთლიანად ქართულმა პოლიტიკამ დიდი დანაკლისი განიცადა. თქვენ ახსენეთ, რომ ჩატარდა ყრილობა, გყავთ ახალი ლიდერი, ჩატარდა რიგგარეშე ყრილობა, სადაც არჩეული იქნა ახალი პოლიტიკური კომიტეტის შემადგენლობა და პარტიას ყავს დღეს არა ახალი მოსული პოლიტიკაში, ის ძალიან დიდი ხნის მოსულია, არანაკლებ ღირსეული თავმჯდომარე და ისასრულებს უკვე თავის მოვალეობას. ქალ ლიდერზე რატომ შეაჩერა პარტიამ არჩევანი და რატომ ფიქრია ჩიხრაძე, რა კრიტერიუმებით შეაჩერა? მოგეხსენებათ, ახლა ჩვენ არ ვართ ისეთი პარტია, რომ დაუშვათ ორიენტირებული ვიყოთ რაღაცა, რომ მაინც და მაინც მამაკაცი უნდა იყოს ხელმძღვანელი. ახლა ჩვენ პარტიაში ყოველთვის იყო გენდერული ბალანსი დაცული და ამ არჩევნებზე ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, ვისაც პარტიულ სიაში არ ქონდა დარღვეული გენდერული ბალანსი და ასე რომ მე ვთვლი, რომ მნიშვნელობა არ აქვს ხელმძღვანელი იქნება ქალი თუ მამაკაცი, აქ არის მის შესაძლებლობებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ ფიქრია ჩიხრაძე არანაკლებად შეასრულებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას, ვიდრე ასრულებდა დავით გამყრელიძე. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ერთგვარი დამკვირვებლის ფუნქციაც ჰქონდათ, გულისხმობ იმ ძალას, რომელმაც გაიმარჯვა, თქვენ როგორც თქვით, რომელმაც აიხდინა ოცნება. როგორია ამ დამკვირვების შედეგი? ამ ეტაპზე ძირეული ანალიზის გაკეთება რთული იქნება, რადგან ისინი არც თუ ისე დიდი ხნის მოსულები არიან ხელისუფლებაში, მაგრამ პირველი რაც შეიძლება ითქვას, მოხდა დადებითი ფაქტი, ერთი ის, რომ პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში რახან არჩევნების გზით შეიცვალა და უმრავლესობით მოვიდა ქართული ოცნება, ეს არის იმის გარანტი, რომ ეს პარლამენტი იქნება დემოკრატიული. ჩვენ მივიღეთ ორპარტიული სისტემა, რაზეც მე
წინასაარჩევნოდ გამოუთქვამდი ჩემს ვარაუდს და შიშს ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იქნებოდა ქვეყნისთვის კარგი. დღეს რაც არ უნდა გვიმტკიცოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ აი კოალიციაში შედიან სხვადასხვა პარტიები და ეს დემოკრატიის გარანტიებს ბადებს, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ იმ კოალიციაში შემავალი პარტიები, ის დეპუტატები, ვინც დღეს უმრავლესობას წარმოადგენენ პარლამენტში, არიან ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანებულები და ეს ვერანაირად ვერ შექმნის დემოკრატიულობის ფასადს, იმიტომ რომ ეს არის ერთი გუნდი და არსებობს მეორე ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც აქვთ ერთმანეთში რაღაცა ის რა დავარქვა კინკლაობა, ამას წინათ უყურებდი პარლამენტის სხდომას, გამოდიოდა ვიღაც ოცნებიდან და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა ის, მე ამან უპასუხა, რომ თქვენ მე როგორ მაკრიტიკებთ, თქვენ უარესებს აკეთებდით და აი უყურებდი და ვიძახდი, რომ აი იქ როგორ არის საჭირო ის მესამე ძალა, რომელიც ერთსაც და მეორესაც ეთყვის, რომ შენ რო რაღაცას აშავებდი, ეს იმას ხო არ ანიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, შენც უნდა დააშავო, ხო? აი ახლა არ მინდა უკვე რეგიონების და რაიონების მაგალითებს აუცილებლად ვისაუბრებთ რეგიონებზე და რაიონებზე, თუმცა მანამდე დიდი პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ამოვწუროთ. როგორ გჭირდებოდა ახლა მესამე ძალაო? ბატონმა ვანომაც აღნიშნა გადაცემის პირველ ნაწილში. რამ შეგიშალათ ხელი, რომ ყოფილიყავით ის მესამე ძალა პარლამენტში? იცით რა არის ქალბატონ ნატო? ალბათ იყო ჩვენი წილის შეცდომებიც, მაგრამ დღეს სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ის, რომ საქართველოში არ არის რაღაცა ესეთი კულტურა, არჩევანის კულტურა, იცით, ან რადიკალურად იქით არის საზოგადოება გადახრილი, ან რადიკალურად აქეთ. ანუ ჩვენ ფაქტიურად ხო დემოკრატიული სახელმწიფო ვართ 20 წელია და ფაქტიურად ჯერ აი ფეხს იდგავს საქართველოში დემოკრატია, ხო? სწორედ ეს არის იმის შედეგი, რომ დემოკრატიის ნაკლებობა იყო და ის იყო, ამიტომ რადიკალურად იქიდან რადიკალურად აქეთ წავიდა ხალხი. და აი შუა, რომელიც უნდა ყოფილიყო იქ და რომელსაც უნდა დაებალანსებინა ეს სიტუაცია არ არის. დღეს ეს ხელისუფლებისთვისაც ცუდია თქვენ რომ იცოდეთ. იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია და აუცილებლად დაიმახსოვრეთ, აი დღეს 2013 წელს ვაცხადებ ამას და გვექნება რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები. თვითონ ხელისუფლება წამოვა ამაზე, იმიტომ რომ კრიზისი იქნება გარდაუვალი. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კრიზისი მართლაც იქნება რეალური, რაზეც საუბრობს ყველა და რისიც ეშინია ყველა? რა თქმა უნდა, კოალიციის დაშლა გარდაუვალია ახლა, ეს ასეც უნდა მე შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობაც თავის დროზე კოალიციით მოვიდა, იგივე დღევანდელ ხელისუფლებაში შემავალი პარტიები და დღევანდელ კოალიციაში შემავალი პარტიები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის კოალიციაშიც. თქვენც ფიქრობთ, რომ იცვლება ჩვენი ქვეყნის კურსი, საგარეო კურსს გულისხმობთ, თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განთავისუფლებაც რომ გავიხსენოთ, უფრო სწორედ ის თავად წავიდა თანამდებობიდან სწორედ და საუბრობდნენ იმაზე, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ვაშაკიძეს გულისხმობ იყო ის, რომ ხელისუფლება რეალურად იცვლიდა კურსს. დასავლეთიდან რუსეთში. გასაგებია, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახალი მემარჯვენეები ყოველთვის ვიყავით კონსტრუქციული ძალა, არასოდეს არ ყოფილვართ რადიკალური ძალა, რომელიც ჩასაფრებული ოპოზიციური ძალის პოზიციიდან საუბრობდა და არც ახლა ვიქნებით ჩასაფრებულების პოზიციაში. ჩვენ ვიქნებით არა ჩასაფრებულები, არამედ პრინციპულები და შეუვალები ძირეულ საკითხებში. ჩვენ თქვით, რომ ქვეყნის მომავალი დაუკავშირეთ ჩვენ ნატოში ინტეგრირებას. დღევანდელი ხელისუფლებაც ანალოგიურ სიძახის, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ სიტყვით სხვა კეთდება და საქმით სრულიად საპირისპირო. მე არ მინდა ასე ვიფიქრო და დაველოდები მომავალში რა იქნება ქმედითი ნაბიჯები, იმიტომ რომ არ მინდა რაღაც ვარაუდების დონეზე ვისაუბრო ახლა და არც მინდა ის დავიჯერო, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ხელისუფლებას ამის შესრულების რუსეთშიც კეთდება განცხადებები, რომ მოლაპარაკებები წარმოებს საქართველოს დსთ-ში დაბრუნებაზე. ამდენ რად გეჩვენებათ ეს? ნუ არ არის გამორიცხული რომელიღაც ძალები იმ კოალიციაში და დღევანდელი ხელისუფლებიდან იყვნენ დაინტერესებული ამით, თუმცა არიან იქ ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არ არიან ამით. ანუ არის ეს პროდასავლური და პოლიტიკური ძალები კოალიციაში. რა თქმა უნდა, არის კოალიციაში შიდა დაპირისპირებები. გამყოფი სწორედ ამ საგარეო. რა თქმა უნდა, ეს იქნება კოალიციის ერთ-ერთი მიზეზი იმისა კოალიციის
დაშლისა ამასთან დაკავშირებით. და ახალ მემარჯვენეებს რომ ამის რისკები თავიდანვე იყო, იცით, ქალბატონ ნატო. როდესაც აქაც გვირეკავდნენ მათ შორის თქვენ ეთერში ამომრჩევლები, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და მე ყოველთვის ვიძახი, რომ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ერთხელ იყო გაერთიანებული ოპოზიცია, ამან ვერ გაამართლა. მეორე მხრივ არ შეიძლება ოპოზიციის გაერთიანება, იმიტომ რომ განსხვავებული იდეოლოგია აქვს ელემენტარული პარტიებს, სხვა ყველაფერი რომ თავი დავანებოთ, ზოგი მემარჯვენეა, ზოგი მემარცხენეა, ზოგი ცენტრისტია და ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ძირეულად განსხვავებული პოზიციები როცა არსებობს, აი დავინახეთ დღეს ამის მაგალითი. რომ იმ კოალიციაში შემავალი არიან ძალები, რომელიც პრორუსულები არიან, რომლებიც პროდასავლურები არიან. ეხლა შეიძლება რაღაცა ისეთ წვრილმან საკითხებზე კონდეთ განსხვავება, მაგრამ ეს არის ქვეყნის საგარეო კურსი და ძირითადი პრინციპი და აი ამ ძირითად პრინციპზე როცა ვერ თანხმდება, ეს უკვე ჩემი აზრით არ არის სწორი. გასაგებია საგარეო პოლიტიკა, მინდა ამინისტიის თემასაც შევეხო, რაც აგრეთვე იყო აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ, როდესაც ერთდროულად რამდენიმე 1000 პატიმარი გამოუშვა ციხიდან. როდესაც იყო საუბარი პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე და არა მარტო პოლიტპატიმრების აღიარებაზე, მე ამას მივესალმები. თუმცა იმ სიაში ვნახე ისეთი ადამიანები, 10 წელია პოლიტიკაში ვარ, მე ჯერ შევარდნაძის დროიდან ვარ ოპოზიციაში, ასე რომ ძალიან დიდი სტაჟი მაქვს. გვარები ვნახე ისეთი იმ პოლიტპატიმრებში, რომელიც რა ვიცი, რომ ნახე Google-ის საძიებო სისტემამ ვერ იპოვა და ეს ხალხი მესად უნდა მეპოვა და საიდან უნდა მცნობებოდა. არა მარტო მე ვესაუბრე იმ რაიონში, რომელი რაიონიდანაც იქ იყვნენ, ჩემ კოლეგებს სხვადასხვა პარტიებში და მითხრეს, რომ ესენი არანაირად არ არიან დაკავშირებული პოლიტიკასთან. ოპოზიცია საუბრობდა, რომ ეს ადამიანები აგენტები იყვნენ და აქედან გამომდინარე შეიძლება Google-ის საძიებო სისტემაში არც ყოფილიყვნენ. არა, ოპოზიცია ვის გულისხმობს? დღევანდელ ნაციონალური მოძრაობა რას საუბრობდა, ეს ჩემთვის არგუმენტს არც მაშინ წარმოადგენდა, არც ეხლა წარმოადგენს. ანუ თქვენ არ იზიარებთ აზრს, რომ ეს პოლიტპატიმრები, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი იყვნენ რეალურად აგენტები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთთან რომ გავაკეთო, მაშინ მინიმუმ უშიშროების თანამშრომელი უნდა ვიყო, რომ გითხრათ, იყვნენ თუ არა აგენტები, იმიტომ რომ რაღაცა მასალებზე უნდა მიმიწვდებოდეს ხელი და მე იმ მასალებზე არ მიმიწვდება ხელი. თუმცა, როდესაც აკეთებ საყოველთაო ამინისტიას, ცოტა ფრთხილად უნდა მოეკიდო, ხო, იგივე ის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ კრიმინალი მოიმატებსო და ამასო საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოსო. ეხლა ვიღაცამ რო ქუჩაში სროლა დაგვიწყოს, როგორ უნდა მოეკიდოთ, ხო, გაგებით. ბუნებრივია, ვერ მოიკიდებით და რაღაც კომიკურ სიტუაციაშიც არის. რაც შეეხება იმას, ეს ყვარყვარე სააკაშვილს გაძეკილი ქონდა მართლა ის ციხეები და საშინელი მდგომარეობა და იმ ცოცხების კადრებზე და იმაზე აღარ ვლაპარაკობ. ამაზე უნდა დაისაჯოს და დიახაც კარგია რომ ის ახალაია და ეს და დასაჯეს, მაგრამ ეს არ იყო ქართული ოცნების დანაპირები, იცით რა? როდესაც ივანიშვილის პარტია და თვითონ ივანიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ბენზინზე, აი ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში მიდის 1 ლარი. ჩვენ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ეს ხო ნათქვამი აქვთ რა, ამაზე ვიდეო არსებობს, იმ 1 ლარს გავაუქმებთ. რა იქნა ის 1 ლარი, რატომ არ გაუქმდა? გაზი, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ დავაიაფებ და დღეს რო გვეუბნება, რომ სიმბოლურად 1 თეთრით გავაიაფებო, ეს ხო არის იგივე საზოგადოების დაცინვა. დენის ტარიფი 3 თეთრით რომ გააიაფეს, აი ამას აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა. სწორედ მაგიტომ მისცა მოსახლეობამ ამათ და დაუჭირა მხარი, არა მარტო იმიტომ, რომ ახალაია დაეჭირათ, კი, ის ახალაია და კრიმინალები უნდა ჩამოაშორო, მაგრამ არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს მძიმე სოციალური ფონი და ამათ დაპირდნენ ისეთი რამეების გაკეთება, რაც შეუძლებელი იყო და დღეს ვერ არსრულებენ იმ დანაპირებს და დღეს ურცხვად გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ ესო იცით რაო, აიო წინა საარჩევნო კამპანიის დროსო კანდიდატებსო ხშირად წამოწდებოდათ ხოლმეო ესეთი რამეო, ეს ხო არასერიოზულია და არ არის პოლიტიკოსის განცხადება. აი თელავის მაგალითზე რო ვისაუბროთ ნატო. არმენიზაციაზეც მინდა კითხოთ, ორი ერთი წუთი მივიდეთ იქამდე. თელავის მაგალითზე ვისაუბროთ ამ უპასუხისმგებლო განცხადებებზე. ნებისმიერ ცივილურ სახელმწიფოში რა განცხადებაც გააკეთა თელავის მუნიციპალიტეტის ახლად დანიშნულმა გამგებელმა. ყურაშვილს გულისხმობ, რომელმაც თქვა, რომ თანამშრომლებს იმიტომ ვათავისუფლებო, რომ ეს არის დაუწერელი კანონიო. აი მინდა ყურაშვილს გადასცეთ ჩემგან, თუ არ უყურებს დღევანდელ გადაცემას, რომ დაუწერელი კანონი თავისთავად ნიშნავს კრიმინალს, იმიტომ რომ ვიცნობთ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაწერილ კანონებს. მომავალ კვირას მე გადაწყვეტილი მაქვს
რომ ცენტრალურ პრესაში უნდა დაუსვა კითხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს თუ ცნობს ასეთ ცნებას დაუწერელი კანონების შესახებ და დაუწერელი კანონებით რომ მართავდა ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა იმიტომ გაუშვა ბატონო ზურაბ ჩვენმა ამომრჩეველმა ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ მოუსავლეთში და იმიტომ ზიხართ თქვენმა მანდ კაბინეტში და იმიტომ გქვიათ დღეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი თუ არიცით დაუწერელი კანონი რომ კრიმინალია ეს თავისთავად ტრაგედიაა იმიტომ რომ გამგებელმა კაცმა ეს უნდა იცოდეთ და თუ შეგნებულად თქვით ეს და დაუწერელი კანონებით აპირებთ რაიონის მართვას ეს ხო ტრაგედიაა და ტრაგედიაა იცით რა ეხლა ეს ყურაშვილი რა რატომ აკეთებს ესეთ განცხადებებს ეხლა ჩემ ეჭვს გეტყვით რა რატომ გამიჩნდა ეხლა ყურაშვილი პოლიტიკოსი არ არის, წარმოდგენა არ აქვს, იცით რაღაც გაუგებრობაში მოხდა ეს კაცი, იმიტომ რომ ეს კაცი იყო რაღაც გლობალ ტივის ანტენებს აყენებდა და სამხარაულის შტაბის უფროსი იყო ეს ყურაშვილი და ჯერ საერთოდ სამხარაულს ვინ კითხავს აქ გამგებლის დანიშვნას, ეს არ შედის მის ფუნქციაში. სამხარაულმა დანიშნა სამხარაულის რეკომენდაციები. ამის მტკიცებულებები გააქვთ? გადით ნებისმიერს კითხეთ გეტყვით ქუჩაში. სამხარაულმა დანიშნა ეს ყურაშვილი გამგებლად, იმიტომ რომ სამხარაულს გონია რომ ეს რომ მისი შტაბის უფროსი იყო და გაიმარჯვა თელავში, ეს არის ყურაშვილის ან მისი დამსახურება. ბატონ სამხარაულსაც მინდა უთხრა რომ მისი რეიტინგი არც თუ ისე მაღალია, ნუ გეგონება ჩემოგელა ესე რა. შენს ადგილას რომ აი როგორც სოფელში და თქვენ სოფელში იტყვიან, გამოსულიყო ბიძინა ივანიშვილი და აი როგორც სოფელში იტყვიან ხოლმე ნატო, მის ადგილას ეთქვა რომ აი ხალხო თოხი და აი ეს უნდა იყოს თელავის მაჟორიტარი, აი იმ თოხს აირჩევდნენ, იმიტომ რომ იმხელა იყო ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და იმხელა იყო ამ კოალიციის გავლენა. და აი ეს ყურაშვილის ეხლა როგორია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და გავლენა? რა თქმა უნდა, ქალბატონო ნატო ვეღარ არის ისეთი როგორიც იყო. ხალხი ნელ-ნელა გამოდის ეიფორიიდან და ხვდებიან უკვე. მე ხომ აქვს საუბარი ადამიანებთან, იმ ეიფორიაში აღარ არიან, რომ კიდე ხომ არ მოვტყუდით, იმიტომ აი ანალოგიები ხდება, როდესაც 2003 წელს მოდიოდა სააკაშვილის ეს ხუნტა ხელისუფლებაში და გამოვდიოდი, ასაკით პატარა ვიყავი და მეუბნეოდნენ შე რა გესმის, სააკაშვილმა უნდა იხსნას ქვეყანაო და იგივე ხალხი რამოდენიმე თვის შემდეგ უпростоრეთ რამოდენიმე წლის შემდეგ მეუბნებოდნენ რომ აი მე მაშინ მართალი ვიყავი და ეხლა სულ სხვა სიტუაცია, ეხლა უკვე რაღაც თვეებში შეიცვალა ზოგადად ამინდი და განწყობა საზოგადოებაში. აი ეს არის რომ ვერ აუსრულეს ხალხს ის ოცნებები. ეხლა როგორ უნდა აუსრულოს ოცნება ამ თელავის გამგებელმა, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის იქრისთვის არის, ხო? ელემენტარულად გამგებელი კაცი, რაღაცა ელემენტარული პოლიტიკის შესახებ წარმოდგენა უნდა გქონდეს და რა განცხადება გააკეთო და რა განცხადება არ უნდა გააკეთო, ეს უნდა იცოდე, ხო? ანუ თქვენთვის მიუღებელია ის საკადრო პოლიტიკა, რაც ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში? არა, მე არ ვიცი ახლა ვიღაცას თუ გაათავისუფლებს სამსახურიდან, უნდა ახსნა რატო ათავისუფლებს ახლა. არა მარტო სიტყვიერად უნდა ახსნა, იქ დოკუმენტაცია ფორმდება და უნდა კეთილინებო, გამოხვიდე და განუმარტო მოსახლეობას, რატო ათავისუფლებ, ხო? მე არ ვედავები ახლა იქ იყვნენ კადრი, რომელიც გასათავისუფლებელია და უნდა გაუშვა უდავოდ. მაგრამ როდესაც შენ გამოდიხარ და სრულიად არაფრის თქმელი მზერით იყურები და აი აკეთებ, რა დავარქვა, სულელურ განცხადებას, რომ ეს არის დაუწერელი კანონი და ამიტომ ვათავისუფლებ თანამდებობიდან. ეს არის სირცხვილი. ეხლა ბატონ ყურაშვილს მინდა მივმართო აქედან. თქვენ რომ პოლიტიკოსი იყოთ, მიხვდებოდით, რომ დღევანდელი ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები თქვენი მისამართით პირდაპირ თუ ირიბად ნიშნავს დებატებში გამოწვევას, რადგან სხვადასხვა ბატონო გიორგი მუციაშვილმა დავასრულებ განცხადებას ვაკეთებ, პირდაპირ თუ ირიბად დებატებში გამოწვევას, რადგან თქვენ არ ახართ პოლიტიკოსი და წარმოდგენა არ გაქვთ, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს მინიშნებების ენით ელაპარაკებიან, პირდაპირ მოგიწოდებთ აქედან. კვირის ბოლომდე თუ თქვენ არ გამოთქვამთ ან მზადყოფნას ჩემთან დებატებში დაჯდომაზე, მე უკვე ცენტრალური პრესით პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და შესაბამის სტრუქტურებს უნდა მივმართო და ვკითხო, რას ნიშნავს დაუწერელი კანონი და ურჩევნია ბატონ ყურაშვილს, მე აუცილებლად გადავცემ თქვენს თანაბარებს, თუ მას არ შეუძლია რომ
ოპონენტთან დაჯდეს პირდაპირ ეთერში დებატებში, მაშინ არ ყოფილა მისი ადგილი თელავის გამგებლის კაბინეტში. თქვენ საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მე მაინტერესებს თქვენი აზრი იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს საკანონმდებლო სტრუქტურებში, საკრებულოში, თვითმმართველობის ორგანოებში. როგორ ფიქრობთ, რამდენად დემოკრატიულია ეს პროცესები და ბატონმა ვანომ აღნიშნა ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების წევრებს იმისთვის, რომ რაიონში შენარჩუნებული ყოფილიყო და სტაბილიზაცია. ვერ დავეთანხმები ვანოს მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები. თელავის საკრებულო იმდენად უპრინციპო საკრებულო არ, მას საერთოდ ფუნქცია არ აქვს. აი სხვა რაიონებში მიუღებელია ეს ჩემთვის ის დაპირისპირებები და ყვირილი და ის აურზაური, მაგრამ ხო უნდა არსებობდეს რაღაც აზრთა სხვაობა, მაგრამ რატომ არ არსებობდა თელავში იცი ნატო აზრთა სხვადასხვაობა? იმიტომ რომ ეს საკრებულოს წევრები არიან იქ სრულიად შემთხვევით მოხვედრილები. მაშინდელმა ნაციონალურმა მოძრაობამ დააყენა მათი კანდიდატურა საკრებულოებში სოფელში, მოხდნენ ესენი საკრებულოებში, რა არის იქ მათი ფუნქცია, წარმოდგენა არ აქვთ. ნებისმიერი მთავრობა მოვა იმას დაუჭერენ ხარს, იმიტომ რომ არიან უპრინციპო ხალხი. აი ეს ხალხი პირდაპირ გეუბნებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები. ხართ ყოველგვარ პრინციპებს მოკლებულები. რა თქმა უნდა, არიან იქ რამოდენიმე გამონაკლისი, რა თქმა უნდა, ვანოს არ გულისხმობ. ბატონ ნიკოლოზ, არ გიშინიათ რომ ამ ადამიანებმა გიჩივლონ? კი ბატონო, მათი ნება მიჩივლონ და მე დავუმტკიცებ, რატომ არიან უპრინციპოები. შეუძლიათ მიჩივლონ. აი ახლა არ შემიძლია საკრებულოს წევრებზე გამახსენდა. მე ვხედავ ძალიან დიდ ნეპოტიზმის ნიშნებს დღეს. ნატო როგორც ქვეყანაში, ისე აღარ ვლაპარაკობ ის ახმეტის მაჟორიტარი რა გვარია მოჭიდავე რომ არის ზვიადაური რომელმაც იქ სხვათა შორის მინდა გთხოვო რომ იქნებ როგორმე ახმეტის გამგებელი ეს ზვიადაურის მეგობარი მოიწვიო გადაცემაში ძალიან საინტერესო მოსაუბრე ჩანს ინტერვიუს უყურე და მომეწონა იმიტომ რომ რაღაც მარგალიტებს აფრქვევდა და მთელი სანათესაო რომ დაასაქმა იქ და თავისი დუქანი გონია ახმეტის გამგეობა ესეც ტრაგედია და ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავ თელავში თქვენ გახსოვთ არჩილ თხლაშიძე ყარაჯალაში ბარიერ გადალახული ამაზეც მომავალ კვირას ვაპირებ რომ პრემიერ-მინისტრთან აუდიენცია უნდა მოვითხოვო თუ ეს არ იქნება შესაძლებელი ოფიციალურად ღია წერილს მივწერ პრესით უნდა დაურთო ოქმი ყარაჯალაში როგორ გადალახა ნაციონალური მოძრაობის პირობებში ოპოზიციური პარტიის წევრმა რა თქმა უნდა ბრჭყალებში ოპოზიციური პარტიის წევრმა მიუხედავად შენი არაერთი მცდელობისა კი ნატო რომ აი აქ მოგეყვანა და რაღაცა ხმა მოეღო და მთელი ეს რამოდენიმე წელია იქ საკრებულოში ვალოდია ჯინჭარაძესავით რადიატორთან ზის და მისი ხმა არავის არ გაუგია აი ეს კაცი დღეს სამხარაულის ცოლის ძმა იღებს იქ საკადრო გადაწყვეტილებებს და ის წარმართავს ვინ გამგებელი უნდა იყოს ვინ გამგებლის მოადგილე და ასე შემდეგ ეს სირცხვილია ნატო იცი რა იქნებ როგორმე ეს კაცი ახლა მაინც მოიყვანო და დასვა ამოიღოს ხმა ახლა როგორც თელეგონი ჩემი პროდიუსერის ფუნქციაც შეინიშნეთ შეითავსა უნდა ჩამოწეროთ ვის მოწევას დავუნებურად თუ სარედაქციო პოლიტიკაში ვიჭრები გამაკრიტიკე ამის გამო მაგრამ ეს ჩემ დაუნებურად ხდება ხო და აი ეს მინდოდა მე თქვა რომ ეს ხალხი როგორმე მოიყვანო აქ ნატო რომ ეხლა როგორც თელაველები ვიცნობ მაგრამ ეხლა უკვე მინდა რომ როგორც პოლიტიკოსები გავიცნო იმიტომ რომ იმდენი კოლეგა ოპოზიციონერი მყოლია ამ ბოლო პერიოდში რო ვაკვირდები რომ ფიქრობ რატო ვერ ვიმარჯვებდით ამდენი ხანი თუ ამდენი ხალხი ვიყავით ოპოზიციაში და ესეთი გულანთებული ქართველები იყვნენ ყველა და თქვენ ისეთ განცხადებებს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებთ რომ მე მიკვირს როგორ დუმდით ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ანუ ნუ ეხლა პარტიის გადაწყვეტილება იყო ეს ერთგვარი ტაიმაუტი და ბუნებრივია ეხლა მე არა ვარ ის კაცი რომ პარტიიდან პარტიაში ვიხტუნაო მით უმეტეს პარტიის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წავიდე თუ არა მაქვს ამისი რა თქმა უნდა კონკრეტული მიზეზი თორე იყო შენ გახსოვს ჩემ პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში ისეთი სიტუაციაც როდესაც მე დავტოვე ის პარტია როდესაც ასწდა ჩემ პრინციპებს ჩემი და პარტიის პრინციპები ლეიბორისტულ პარტიას გულისხმობთ საპროტესტო აქციებს მინდა შევეხოთ რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში საკრებულოს თავმჯდომარეების თუ გამგებლების გადაყენების მოთხოვნით კეთდება განცხადებები რომ ძირითადად ოპოზიციის მხრიდან თქვენ კი არ აღიარებთ როგორც ოპოზიციას ნაციონალურ მოძრაობას რომ ეს მართულია ხელისუფლების მიერ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებებს სატელეფონო ზარის შემდეგ მანამდე უპასუხოთ ტელემაყურებელს მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ
ხო, დასვათ შეკითხვა, დიახ. მაქვს შეკითხვა. რა ადრესახათ თელავის პოლიციაზე და სასამართლოზე ძალიან გთხოვთ. დიდი მადლობა. რამდენად შეიცვალა თელავის პოლიცია და სასამართლო? სიმართლე გითხრათ, ახლა კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს კონკრეტულად თელავის პოლიციისა და კონკრეტულად თელავის სასამართლოს შესახებ, იმიტომ რომ არ ვიყავი ფიზიკურად თელავში ეს ბოლო თვეები, მაგრამ რასაც უყურებ მთლიანად რესპუბლიკის მასშტაბით, შთაბეჭდილება მრჩება ისეთი, რომ აი ეს მთელი სასამართლო სისტემა თავისი სიმახინჯეებით ერთი უფროსის იმიდან გადავიდა მეორე უფროსის ხელში და აი რატომღაც არ მომწონს, იმიტომ რომ ახლა კეთდება იგივე განცხადებები, რომ აი პოლიტიკური ნიშნით კიდე იდევნებიან ადამიანები, ახლა მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამას ნაციონალური მოძრაობა რაღაცა ჩვეული პიარის გამო ლაპარაკობდეს, მაგრამ არის რაღაცა ახლა აღარ მინდა კონკრეტულ ფაქტებზე ის ხალხი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, კონკრეტული ადამიანები, ვინც ეჭვი მიჩნდება, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. გასაგებია და რაც შეეხება ჩემ შეკითხვას საპროტესტო აქციებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინ რამდენადაა მართული ხელისუფლების არა მარტო ხელისუფლების რაზეც საუბრობს ოპოზიცია არა მარტო ხელისუფლების მხრიდან არის ეს მართული ხშირად იმ კოალიციაში შედიან ძალიან ბევრი პარტიები და აი ეს პარტიები ერთმანეთში ვერ იყოფენ კადრებს ერთმანეთში ვერ იყოფენ იმ ადგილებს და აი ამიტომ ხდება ეს დაპირისპირება დღესაც იყო ამასთან დაკავშირებით იყო საგანელიძის განცხადება, როდესაც იმას ივანიშვილის პარტიის კონფერენციებს შლიდნენ ალასანიას პარტიის წარმომადგენლები და ეხლა როგორი ერთობა კოალიციაში ანუ სახეზე გვაქვს შიდა დაპირისპირება რა თქმა უნდა და ეს იმიტომ გითხარით კრიზისი გარდაუვალია ეს ჯერ სადახართ ნატო ეხლა იქნება დაპირისპირებები ისეთი რომ საზოგადოებას საერთოდ გული აუცრუდება ყველაფერზე რამდენად შეიძლება ამით ისარგებლოს ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები მეზობელი სახელმწიფო რა თქმა უნდა ამას გამოიყენებს სათავისოდ ისედაც საერთაშორისო ასპარეზზე სააკაშვილმა მთლიანად სახელმწიფოს იმიჯი ძალიან დაასუსტა შემდეგ არც ივანიშვილი ჩამორჩა როდესაც ის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა როდესაც ის გააკეთებდა ერთ განცხადებას მერე უხდებოდა ბოდიშის მოხდა იგივე სომხეთის მაგალითზე რო ვისაუბროთ და ეს არ შეიძლება იცით რა რომ ქვეყნის პირველი ან მეორე პირი წარმოდგენა არ ქონდეს რას ლაპარაკობს და მერე უხერხულ სიტუაციაში და ეხლა შეიძლება რაღაც საკითხში ვერ ერკვეოდეს დაუშვათ ეკონომიკაში ვერ ერკვეოდეს ერთ საკითხში ვერ ერკვეოდეს საგარეო ურთიერთობებში მაგრამ უნდა ყავდეს მას მრჩევლები ნორმალური თუ ყავს მრჩევლები და არ უსმენს ეს მთლად უარესია კიდე ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა ხოლმე ნაციონალური მოძრაობის საკადრო პოლიტიკას თუნდაც მინისტრების დონეზე რა შეიძლება ვთქვათ ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტზე უკვე დღეს ზარის შემდეგ უპასუხოთ ჩემ შეკითხვას მანამდე ტელემაყურებას გთხოვ დასვათ შეკითხვა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ? ალო? დიახ გისმენთ ბატონო. გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენი მიმართება მაინტერესებს საქართველოს წინსვლაზე. როგორ მიაჩნია ამ ახალგაზრდას რომ საერთოდ ავიდეს საქართველო? ძალიან დიდი მადლობა. რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ. დიდი მადლობა. ეს არა მარტო ჩემი პოზიცია არის ეს ახალი მემარჯვენეების გამოკვეთილი პოზიცია რომ ჩვენ უნდა გქონდეს პროდასავლური კურსი. იმიტომ რომ რუსეთთან სიარულით მე ვთვლი რომ საქართველოს ვერაფერი ვერ მოიგო. ნუ ჩემი აზრია ეს. შეგიძლიათ ამას პატივისცეთ, შეგიძლიათ საერთოდ არ მოისმენ. შეგიძლიათ გაიზიაროთ, შეგიძლიათ არ გაიზიარებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გქონდეს რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობა ისე როგორც სააკაშვილმა გააფუჭა და საერთოდ რა სიტუაციაში ჩააგდო ქართული სახელმწიფო სოფლის მეურნეობა და ნუ აღარ მინდა დავწვრილმანდე და დავკონკრეტდე მაგრამ პრორუსული კურსი არ მგონია რომ ჩვენი ქვეყნისთვის იყოს სახარბიელო რაც შეეხება ჩემს შეკითხვას საკადრო პოლიტიკის შესახებ რამდენად მოგწონთ მინისტრთა კაბინეტი ივანიშვილის
კეთდებოდა ცალკეულ მინისტრებზე მინიშნებები ვერა ქობალიაზე და ასე შემდეგ, რომ ისინი გარკვეული სულ სხვა ნიშნით ინიშნებოდნენ ამ თანამდებობებზე. დღეს როგორი სურათი გვაქვს? რა თქმა უნდა, ნატო იგივე ვერა ქობალიაზე, როდესაც იყო საუბარი და ვეთანხმებოდი მე ამას, რომ ეს არის სააკაშვილის ახირება და სულ სხვა დაინტერესებები ქონდა დღევანდელ პრეზიდენტს ამ მინისტრების მიმართ, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში არსებობდა ამის არც თუ უსაფუძვლო ეჭვი. დღეს იცით რა, როდესაც მერაბ მეტრეველი კვირის აზრებში იყო ამ 2 თვის წინ, საინტერესო მოსაზრებები აქვს ხოლმე, რომ ცოტა უწმაწურად თქვა იქ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ აი ეს შევარდნაძის დროინდელი მინისტრები, კაცო, თუ ესეთი კარგები იყვნენო, რა იყო ქვეყანა მაშინ იმ მდგომარეობაში, ხო? ეს მინისტრები ხო ერთხელ უკვე ნაცად იყვავ რომ არ გამოგვადგნენ. იგივე არ შეიძლება ახლა მინისტრები იყვნენ ერთმანეთის ნათესავები, ესეც ერთგვარი ნეპოტიზმია, გეხვეწები, ნუ დამაკონკრეტებინებ ახლა მინისტრებს, ყველა მიხვდება ვიზეც ვსაუბრობ. არ მგონია რომ ეს მინისტრები ამის გამკეთებლები იყვნენ. ჩემი აზრია ახლა აღარ მინდა ვისაუბრო შინაგან საქმეთა მინისტრზე და ძალოვან უწყებებზე მაინც რა ვიცი მინდა გარეთ ყოფნა და რაც შეეხება რეფორმებს, როგორ ფიქრობთ, გრძელდება თუ არა ის რეფორმები, რაც დაიწყო წინა ხელისუფლებამ? გვეუბნებიან რომ გრძელდება, მაგრამ აი რეფორმებს რომ თავი დავანებოთ ნატო ელემენტარული მაგალითია, თვალსაჩინო მაგალითია, თელავში ცხოვრობთ. დიახ. გაიარე თელავში თუ რამე ხდება. სიტუაცია არის აი გაყინული თითქოს, აი გაყინული ქალაქის შთაბეჭდილება მრჩება. ეს მთელი ზაფხული გამოვიარეთ ეს რეაბილიტაცია. თუმეტეს აი ამ ქაოსის შემდეგ. დიახ, ეს აურზაური ყოველთვის ვიძახდი მიუხედავად ჩემი დაპირისპირებისა ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ეს აუცილებელი იყო თელავისთვის და მართლაც დროული და სულზე მოუსწრო თელავს ამ რეაბილიტაციამ, მაგრამ მე ვერ დამთავრდა და არც არის ისეთი ხარისხით და თელავში არაფერი არ ხდება. აი ახლა რომ ხდებოდეს თელავში რამე, ეს ვისგან უნდა მოდიოდეს? იდეას საერთოდ ქმნის პირველი კაცი და დანარჩენი მეორე, მესამე, მეოთხე კაცი ამ იდეას ხორცს ასხავს და ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ბატონი ყურაშვილისგან შეიძლება რაიმე იდეა წამოვიდეს. რა იდეა უნდა წამოვიდეს კაცისგან, რომელისგანაც რა ვიცი, აზრზე არ არის საერთოდ რა გაუგებრობა. თქვენ ქონიათ საქმიანი ურთიერთობები, საქმიანი ურთიერთობა არაფერი ერთხელ დაველაპარაკე არჩევნების წინა დღეს, როდესაც მათმა აქტივისტებმა ჩემ სახლზე ფიქრია ჩიხრაძის პლაკატებს გადააკრეს სამხარაულის პლაკატები. აი ამის მეტი საუბარი ყურაშვილთან არ მქონია. თუმცა ესეც საკმარისი იყო მისი პიროვნების შესახებ რაღაცა წარმოდგენა რო შემქმნოდა, მაგრამ ის განცხადება რაც მან ბრძანა და შემდეგ Facebook-ზე მე მგონი ყველა ლაიქ კონკურსი მოიგო, აი ამის შემდეგ რაღაცე იყო საუბარი. თქვენ ძალიან ხშირად აკრიტიკებთ ხოლმე ამ სტუდიიდან იმ სამუშაოებს, რაც მიმდინარეობდა თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში. შედეგი უკვე ვნახეთ, რამდენად ხართ კმაყოფილი ამ შედეგით, თუმცა არ დასრულებულა და თუ დასრულდება ის არ ვიცით, მაგრამ რაც გაკეთდა, იმაზე გეკითხებით. ამის შედეგი მე რასაც ვაკრიტიკებდი ნატო, შეგიძლიათ ამოიღოთ ვიდეოები იგივე ნადიკვართან დაკავშირებით და ახვიდეთ დღეს იქ რაღაცა ეს რა ხდება ნადიკვარზე და თვალნათლივ დაინახავთ და თვალნათლივ ხედავს თელავის მოსახლეობა. მეორე ეს იყო, რომ ბატონის ციხეს ქაჯებივით რო შეესივნენ და იქ დაიწყეს ნგრევა და დაანგრიეს ისტორიული ძეგლი და დღევანდელმა კულტურის მინისტრმაც ოდიშარიამ დაადასტურა ეს ამბავი. მესამე ეს იყო თეატრი მეტალურგიურ ქარხანას რომ დაამსგავს ეს წინეს ბოძები, რომ იცოდეთ ეს ბოძები რატომაც არის ჩარჯმული, ბევრი გაგიჩნდებათ კითხვა რა საჭიროა. ეს იყო სააკაშვილის ანიჟება, რომ იქ მაღლა კეთდებოდა ვერტმფრენის დასაჯდომი და ამ ვიბრაციისთვის რომ გაეძლო, იმიტოა ის რკინა იმდენი იქ მიზიდული, რომ ვერტმფრენით დამჯდარიყო. ყველა ამაზე შეიძლება ითქვას, რომ მკითხაობდა, თუ თქვენ პასუხი გცოდნით. კი, ვიცი პასუხი და გავიცი პასუხი. ძალიან ზუსტი ინფორმაცია, მე ხიდით უნდა დაკავშირებოდა იქიდან ბატონის ციხეში, ნუ ეს ხიდები ჯერ ხომ შადრევნები ამოინიჟა სააკაშვილმა. მე ხიდების ანიჟება ქონდა იქავლაბრის ხიდის ფილიალი
ხო გააკეთეს ნადიკვარზე პატარა ფილიალი, სრულიად უსარგებლო და სულელური რაღაც ამაზე ხშირად მქონდა საუბარი. ხო და აი ამებს ვაკრიტიკებდი და დღესაც გავაკრიტიკებ და დღესაც ვაკრიტიკებ, მაგრამ მაშინ რაღაცა მოძრაობა მაინც იყო, კაცო, ეხლა აქედან რო ვაკვირდები. ეხლა არანაირი მოძრაობა არ არის. არის მარტო გაყინული ქალაქი და ყურაშვილის უაზრო განცხადებები. გასაგებია და ბოლოს მინდა ბოლოს შეკითხვით მოგმართოთ, რა რეკომენდაციებს მისცემთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას? ცენტრალურ ხელისუფლებას მივცემ პირდაპირ რეკომენდაციებს. ეხლა ადგილობრივთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეხლა მე და თქვენ რომ ჩავიდეთ ნატო აფრიკაში და სადღაც ვიღაცა მივარდნილ ტომს რომ ვესაუბროთ ემანუელ კანტის ფილოსოფიაზე. ხო, აი მათ რომ ემანუელ კანტის ფილოსოფიაზე ეს ხო წყლის ნახვა, იგივეა რომ ეხლა მე აქ ყურაშვილის მთავრობას რამე საუბარი დაუწყო. მე მინდა მივმართო ცენტრალურ ხელისუფლებას რომ თუ უნდათ რომ პირველივე წელს არ გახარჯონ ის რეიტინგი, რაც მათ დაგროვილი აქვთ, როდესაც ადგილებზე ნიშნავენ თანამდებობებზე გამგებლებს, რა ვიცი, საკრებულოს თავმჯდომარეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინონ რა. ცოტა მეტი, იმიტომ რომ ეს ხალხზე ძალიან მოქმედებს და ეხლა გამგებლად დავნიშნოთ ისეთი კაცი, რომ განცხადებების კეთება არ შეეძლოს და დუმილის უფლება გამოიყენოს მთელი ამდენი ხანი, არც ეს გამოვა. უნდა დავნიშნოთ ისეთი პიროვნება, ვინც განცხადებასაც გააკეთებს და საქმესაც გააკეთებს და ყურაშვილი ვერც განცხადებებს აკეთებს, ვერც საქმეს გააკეთებს. აი, ანტენებსაც ვერ დააყენებს, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ გლობალ ტივის ანტენები, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ამონტაჟებდნენ. ხო მოეხსნათ ყადაღა, რატო აღარ აგრძელებს? დააბრუნონ ყურაშვილი ძველ სამსახურში და გააგრძელოს ის ანტენების მონტაჟი. დარჩა და გათავდა. რომ ის საქმე უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ის უფრო მნიშვნელოვანია, იქ უფრო გამოსადეგია ბატონი ზურა. და არ შეიძლება არ შევეხოთ კომპენსაციების დარიგების პროცესს. რამდენად სამართლიანად მიდის ეს პროცესი? საპროტესტო აქციები კომპენსაციების დარიგებასაც უკავშირდება. გვეუბნება ნატო რომ არანაირად სამართლიანად არ მიდის. ეხლა გვეუბნებოდნენ რომ როდესაც ნაციონალებმა რამდენჯერ ვახსენე დღეს ნაციონალები აღარ მინდა ვახსენო, დაიწყეს სახურავების გაკეთება, მაშინ გამოვიდნენ ეს ოცნების ხალხი და იძახდნენ რომ ჩვენ მარტო სახურავებს კი არ გავაკეთებთ, რემონტსაც ჩაუტარებთ. ეხლა დაიწყეს თავიდან აღრიცხვა. რა თუნდაც აღრიცხვა, კაცო? ხო აქვთ ის მონაცემები, ვის გაუკეთეს სახურავი და ჩაუტარონ პირდაპირ რემონტი, მაგრამ ესეც ერთგვარი სპეკულაციაა და ეხლა ნახეთ იგივე ის კადრები ვიღაცა ტელევიზიით უყურე 12 ლარი რომ მისცეს, ეს ხო სამარცხვინოა რა. და ნუ ეხლა როდესაც მიდის საპროტესტო აქციები, ვხედავთ რამდენად სამართლიანად ტარდება და როგორი უკმაყოფილოა ხალხი, მაგრამ მე მინდა მაინც ბოლოს უთხრა ხალხს, რომ იმეც ნუ გაიტეხავთ რაღაც ეშველება, იმიტომ რომ არ მინდა ესეთი უიმედოთ და ცუდად დავასრულო დღევანდელი ჩვენი. თუმცა მე არ შემიძლია არ გითხოთ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც ასევე ყველაზე განხილვადი თემაა. სად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი და უნდა შეეზღუდოს თუ არა უფლებები პრეზიდენტს? რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მე ამის წინააღმდეგი ვარ ყოველთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება რამდენი ხელისუფლება მოვა უბისწიგნაკად აქციოს და იმდენი გადაშალოს და გადმოშალოს კონსტიტუცია. მაგრამ რაც შეეხება ამას პარტიაში ახლა ჩვენები არ იყვნენ სკეპტიკურად განწყობილები ხოლმე ქუთაისის პარლამენტის ქუთაისის გადატანასთან დაკავშირებით, მაგრამ მე პირადად ნიკა ვარდოშვილი ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს იყო ზედმეტი და სააკაშვილის სულელური ახირება. და ეს არის ზედმეტი ხარჯი და საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი და უნდა იქ იყოს პარლამენტიც და მთავრობაც და რა ვიცი. კარგით ბატონ ნიკოლოზ, კიდევ ერთ სატელეფონო ზარს უპასუხოთ ბოლო ზარს ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. მოგესალმებით და გისმენთ. ხო, დასვათ შეკითხვა? ეთერში ვარ? დიახ, ხალბატონო, გისმენთ. ივანიშვილი შემხვდა პირადად მე, კურდღელაურიდან ვეკავს. დიახ. მოინახულა მთელი უბედურება, სტიქია და სუყოლაფერი, რა აღარ დაგვირდა. კონკრეტულად გამომიცხადა, აი ჩემი კადრებიც არის პირადად მე რომ ელაპარაკა. ოღონდ ჩემთან მოდითოთ ისი ყოლანიო და ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერს აგინაზღაურებო. ეს არის ანაზღაური. ხა? აი ეს როგორ და ხალხს უშვებიან, როგორ ასტანჯავენ.
ეს არის მაგის დაპირება. მაგას უნდა სათავეში მოსვლა, სხვა არაფერი. რომ სათავეში მოსულიყო და თავისიანები ყოფილიყო. კარგით, ქალბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. აი, ნათელი მაგალითი იმისა, ქალბატონო, მიბრძანდით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, იკითხეთ გამგებელი და უთხარით, რომ დაწერილი კანონით გეკუთვნით ანაზღაურება და ვნახოთ, რას გააკეთებს. ბატონ ნიკოლოზ, თქვენ უკვე პროგნოზების ნაწილი გააკეთეთ და ყოველთვის საინტერესო პროგნოზებს აკეთებთ ხოლმე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში? ვაიმე ნატო, არ ვარ მე იმ რანგის პოლიტიკოსი, რომ რამდენიმე თვის თუმცა თქვენ დაანონსეთ, რომ შესაძლებელია აქციები დაიწყოს და არ მინდა ასეთი ლაპარაკი წინასწარ რაღაც ვარაუდების დონეზე. დიდი მადლობა შენ ასეთი ნდობისთვის, მაგრამ მე არ მივცემ თავისუფლებას რამდენიმე თვიანი პროგნოზი გავაკეთო წინასწარ. კარგი ნიკა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში. მადლობა თქვენ. მონაწილეობისთვის ჩვენი სტუმარი იყო ახალი მემარჯვენეების თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილი. აი ასეთი იყო ჩვენი გადაცემა დღეს პირდაპირ ეთერში. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ პარასკევს საღამოს 9:30 ტრადიციულ დროს. გემშვიდობებით, ნახვამდის.